ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ახალი ფორმატით ჩატარებასთან დაკავშირებით დღეს საგანგებო შეხვედრა გაიმართა, ხდომას უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ახალი პროექტის თანახმად უმაღლესი ლიგის კლუბების რაოდენობა 10-დან 12-მდე უნდა გაიზარდოს. თემაზე მსჯელობა ხვალ აღმასრულებელი კომიტეტის ხდომაზე გაგრძელდება. ქუთაისის ტორპედო ზესტაფონი, თბილისის დინამო, რუსთავის ოლიმპი და გაგრა ჩემპიონატის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ. კლუბების წარმომადგენელთა ნაწილი თვლის, რომ პროექტის ეფექტურობისათვის სპორტული ინფრასტრუქტურის გავითარება უნდა მოხდეს. ორი კვირა გვაქვს იმისთვის, რომ ჩამოვყალიბდეთ და თუ მივიღეთ ამ გადაწყვეტილებას, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ. რაც ეხება სახელმწიფოს გარანტიას, სახელმწიფოს გარანტია უკვე იმაში არის გამოხატული, რომ სახელმწიფო ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ყველა რეგიონებში 10 მილიონს ხარჯავს ქართულ ფეხბურთში მარტო რეგიონებში. მთავარი მიზეზი ის არის, რომ არ არის ინფრასტრუქტურა დღეს. არ ყოფნის 10 გუნდს და ეხლა 12 გუნდისთვის ნამდვილად არ ყოფნის ჩვენ ინფრასტრუქტურა. ამაზე არის თავარი ლაპარაკი. არ ყოფნის ის თანხები, რომ 12 გუნდიანი ჩემპიონატი გავმართვა. ეს მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივა არ არის, ეს მომდინარეობს რა თქმა უნდა მთავრობიდანაც და ჩვენ ხედავთ მათ კეთილნებას, რომ უნდათ რომ დაეხმაროთ საქართველოში ფეხბურთის განვითარებას და ამიტომაც ჩვენ არ ვცვლით ჩვენ შეხედულება, ჩვენ თანახმავართ ამ ახალი ფორმატის.